ირაკლი კობახიძემ რუსოფობიაზე და deep state-ის გეგმებზე სალაპარაკოდ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ძველი რიტორიკა და მედიას ახალი თეორიებიც გააცნო. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაუკავშირა რუსეთს საქართველოს 2008 წლის ომი deep state-ის გეგმებს და თქვა, რომ ეს ომი სააკაშვილმა deep state-ის დავალებით დაიწყო. თუმცა ამის მიუხედავად მაშინ საქართველოში რუსოფობიის ტალღა არ დაწყებულა, რადგან ეს deep state-ს არ აწყობდა და ამ ტალღის აგორება მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოხდა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც საქართველოში deep state-ის აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს გამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო deep state-ის პირდაპირ დავალება, რომლის მთავარი ხელწერად საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა. ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდება. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც რა თქმა უნდა deep state-ის დავალებით მოხდა. ისევე როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნეს, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილა, როგორც ცდილობდა deep state 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ჩართვას კონფლიქტში და როგორ აიცილა ეს თავიდან ქართულმა ოცნებამ. კობახიძე ამბობს, რომ deep state-ის კვლავ აქვს გეგმა საქართველოსთვის, რომელსაც საკუთარი აგენტების დახმარებით ახორციელებს. კობახიძე ამბობს, რომ deep state-ის აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია და ამჯერად მიზანი საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა. ეს არის საქართველოს ქართული ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე როგორც რამდენიმე დღის წინაც აღნიშნეს, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბიცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის координация deep state-ის მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს ხარს. და თუკი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას deep state-ის დავალებით ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით გასეირნებას ჭყალებს თავაზობდნენ. Deep state-ის ახალი გეგმის თანახმად მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თითქოს რუსოფობიული განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერეს. ამ ყველაფრის ისევე როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც ჩვენ შემთხვევაში საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის.